მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, სულღოსი მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ვეგ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ. გაგეცნობით მე ვარ კატო. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მინდა ისეთი გაშლა გავაკეთო. რა ბარიერები აქვს ადამიანს, პარტნიორს თქვენთან მიმართებაში? ნახოთ, რა ბარიერია ის, რაც ხელს გიშლით ურთიერთობაში, ხო? ნახოთ. უბრალოდ არის ბარიერები, რომელსაც თვალნათლივ ხედავთ და შესაბამისად ხვდებით, რომ ეს არის ის ბარიერი, რომელის გამოც ადამიანი რაღაცა ნაბიჯს ვერ დგას, მაგრამ არის ბარიერები, რომელზეც უბრალოდ ადამიანი მოდით ესე ვთქვათ, არ საუბრობს, არ ამჟღავნებს, შეება ამბობს კიდევაც, რომ არა ეს არაფერ შუაში არ არის და ეს არ არის ის, რაც მე შემიშლის ურთიერთობაში ხელს, მაგრამ რეალურად მართლაც რომ შეიძლება ისიც იყოს ბარიერი. ამიტომ ნახოთ, რა ბარიერია. ნახოთ რა ურთიერთობაა კონკრეტულად, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა. დავიწყებ იქიდან, რომ აქ აშკარად ურთიერთობა გვაქვს, ესეთი ცოტა გაურკვევლობა. სამკუთხედი ურთიერთობაა, როგორც ჩანს, აქ ესე ვთქვათ. აქ არის ურთიერთობა, სადაც არსებობს გარდა ერთი კონკრეტული მუდმივი პარტნიორისა, სხვა პარტნიორის დაფარული ურთიერთობაც და თითქოს ესე ვთქვათ, ადამიანები ხა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას რაღაცა გარკვევის პროცესში იყვნენ, შეიძლება უბრალოდ რაღაცა ტაიმ-აუტის აღების მომენტი იყოს, შესაძლებელი იყო ნელ-ნელა ურთიერთობა სრულდებოდეს კიდევაც. ბარიერი პირდაპირ და კონკრეტულად ამოდის, რომ აქ არიან მესამე პირების მდგომარეობა და შესაბამისად ურთიერთობაში ეს არის ყველაზე დიდი ბარიერი, როგორც ჩანს. რა არის ბარიერი? აქ არის მომენტი, როდესაც ადამიანმა ნახეთ ყველაფერი დაიწყოს თავიდან, ხო? აქ არის ბარიერი იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანს გაუჭირდება რაღაცების განულება, გაუჭირდება თავიდან დაწყება. ყოველ შემთხვევაში ხა თუ ურთიერთობაში არის და მით უმეტეს ჯერ არ არის დაშორებული და ურთიერთობა არის იმ ფაზაში, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ადამიანმა, საით გააკეთოს არჩევანი, დარჩეს თუ არა მეუღლესთან და წავიდეს თუ არა მეორე პარტნიორთან, რომელთანაც ვთქვათ ემოციები და რაღაცა ცეცხლოვანი განწყობა აკავშირებს. აქ ადამიანს გაუჭირდება ამ ყველაფრის გაკეთება, როგორც ჩანს, იმიტომ რომ შესაძლებელია აქ ადამიანი დამოკიდებული იყოს რაღაცა ესე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ხო, მატერიალურად სტაბილურ პარტნიორთან მიმართებაში, ან უბრალოდ ვთქვათ, მატერიალურად შეიძლება არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ რაღაცა სხვა ვალდებულებების მომენტი იყოს, რომელსაც ვერ აერიდება ესე მარტივად. ხო, აქ ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ერთის მხრივ ვალდებულება, მეორეს მხრივ ეს არის ურთიერთობა. მეორეს მხრივ ეს არის რაღაცა სასიამოვნო, ვერ ვიტყვი რომ უსიამოვნო, ნამდვილად სასიამოვნო ურთიერთობის მდგომარეობა, ხო? რა არის ბარიერი? აქ არის ბარიერი ის მომენტი, რომ ადამიანს უჭირს თუ ზუსტად იცით, რომ ადამიანი არის დაოჯახებული და როგორც ჩანს, უფრო სამკუთხედი სიტუაციის მკუთხედი წაიყვანა გაშლა არკანებმა, მოდით ესე გეტყვით რა, ბარიერი არის ის, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ
კარგად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოდ გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ის რაღაცა ვნება, ტოლვა, სურვილი, მას არ შეუძლია დაასრულოს ურთიერთობა მეუღლესთან. მოდით ესე ვთქვათ, ხო? ამიტომ ნუ შესაბამისად ბარიერიც არის ეს, ხო? შესაძლებელია, რომ იმიტომ ვერ დაასრულოს, რომ მატერიალურად იყოს დამოკიდებული, შეიძლება იმიტომ ვერ დაასრულოს, რომ რაღაცა შიშის მომენტი ქონდეს, ნუ ყოველ შემთხვევაში იცით რა არის, აქ კიდევ ერთი მომენტი არის ის, რომ ადამიანს ვერ წარმოუდგენია მისი, ესე ვთქვათ, სტაბილური პარტნიორი, რომ დაშორდეს სხვა ადამიანის ანუ მის სტაბილური პარტნიორის ცხოვრებაში სხვა ადამიანის შესვლა ვერ წარმოუდგენია და შესაძლებელია ესეც იყოს ბარიერი იმისთვის, რომ გადმოდგას ნაბიჯი თქვენთან მიმართებაში ხდებით. აი, ცოტა ესე ვიტყოდი, ეგოისტი ადამიანია, რომელსაც რაღაც მომენტში შეიძლება არც იმ ურთიერთობის დატოვება უნდა და არც თქვენი ურთიერთობის. რა არის ბარიერი თქვენს ურთიერთობაში? ბარიერი თქვენს ურთიერთობაში. ნუ კომფორტის ზონის დატოვების პრობლემა არის. არ ვიცი ხა, აქ არის ოჯახი, კონკრეტულად მეგობრებო, ვინც ამ გაშლას უყურებს ბარიერთან დაკავშირებით, ეს არის კონკრეტულად სამკუთხედი ურთიერთობა, რომელზეც ზუსტად ვიცით, რომ არსებობს პარტნიორი. ნახეთ, მოდით ესე ვთქვათ, კარგით, პარტნიორის გარდა მოდით ვთქვათ, რომ ხო არის ისეთი მომენტი, როდესაც კონკრეტული პარტნიორი არ არის, მაგრამ არის მშობლები, ხო? იმიტომ რომ მე სულ ვიძახი, რომ პარტნიორზე უფრო დამბრკოლებელი დედიკოები იყვნენ, რომლებიც 50 წლის შვილსაც უკონტროლებენ, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობა. აი, აქ ნახეთ როგორი მომენტია. ერთ მხრივ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის პარტნიორი, შეიძლება ითქვას, რომ არის დედა. ყოველ შემთხვევაში ეს არის ქალბატონი, იმიტომ რომ აქ იმპერატრიცის არკანი გამოდის და ნუ ხა ეს შეიძლება რომ აღვიქვათ როგორც მეუღლე და შესაძლებელია როგორც აღვიქვათ როგორც დედა, ხო? იმიტომ რომ აქ ყველას ეს არის საჯარო გაშლა და ინდივიდუალური, ყველასთან მართლა ეს მესამე პირები, კონკრეტულად ქალბატონები ვერ იქნებიან და ცოლები, ხო? შესაძლებელია იყოს დედა, რომელიც ძალიან კარგად აკონტროლებს შვილის ენერგიებს და ძალიან კარგად აკონტროლებს შვილის ცხოვრებას. დედა ენაცვალოს 50 წლის ბიჭს, როგორ შეიძლება ქონდეს ურთიერთობა ვიღაცასთან, რომელიც მე არ მომწონს. ნუ მიწყენთ ქალბატონებო, დედიკოებო, რომლებიც უსმენთ, მაგრამ ხშირია ესეთი შემთხვევა და ძალიან გულდასაწყვეტია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თუ ერთხელ არ გაუმართლებს ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნუ ხო გააჩნია ხა ვინ მოყავს და ვინ მოსწონს და როგორი მოსწონს ახლა ვთქვათ ქუჩაში რაღაცა ესეთი მესმის კი თქვენი გულის ტკივილიც ეგეთი ნამდვილად არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა ადამიანს თუ მართლა არ გაუმართლა ცხოვრებაში, რატო უნდა დაიჩაქროს და რატო არ უნდა იყოს ბედნიერი და რატო არ უნდა უყვარდეთ ისიც და რატო არ უნდა კონდეს საშუალება იმის, რომ რეალისტეს როგორც ქალი და როგორც ადამიანი, ხო? თუნდაც ბიჭები, ხო? ეხლა ვთქვათ, მამაკაცი ერთხელ თუ ვერ დაოჯახდა და დაშორდება, რატო არ უნდა შექმნას მეორე ოჯახი? თუ კი, ვთქვათ, ადამიანს არ გაუმართლებს, იმიტომ რომ არის ეგეთი მომენტებიც, რომ ქალბატონები ვერ ქაჩავენ, თუ ვერ ასრულებენ ისეთ ფუნქციას, როგორიც, ვთქვათ, ამ ადამიანს უნდა, ხო? არის ეს მომენტებიც. ხო და ნახეთ, აქ არის ეს მომენტი, რომ ადამიანს ყავს კონკრეტული ადამიანი, რომელთანაც ძალიან უჭირს, რომ ჩაჭრას ენერგიები, ძალიან უჭირს, რომ დაასრულოს ამ ადამიანთან რაღაცა სტაბილური მომენტები. ნახეთ, შესაძლებელია ეს სტაბილური მომენტი იყოს მისი რაღაცა მატერიალური კუთხე, ხო? როდესაც ოჯახში ფინანსურად თქვა დამოკიდებულია დედაზე. ან შეიძლება არც იყოს დამოკიდებული ამ დედაზე, მაგრამ ნუ რაღაცა იყოს ისეთი მომენტი, ხო? უბრალოდ ვერ უშვებდეს იმ მომენტს, რომ როგორ აწყენინოს, ხო? და ნახეთ, არის ადამიანი ისეთ მომენტში, როდესაც ვერ იგებს რა გააკეთოს, არჩევანის წინაშე კი დგას,
მაგრამ ამ არჩევნის გაკეთება ძალიან რთულია ამ ადამიანისთვის. ხმალი და პლუს მაგას არ ვიცი რატომღაც ამ ადამიანს კიდევ ერთი დამაბრკოლებელი მომენტი არის. შეიძლება ისიც რა არის, რომ მისთვისაც არის ეს რაღაცა დამაბრკოლებელი სიტუაცია, თუ თქვენ ყავთ, უბრალოდ ყავდათ ოჯახი და დაშორებული ხართ, ამ ადამიანისთვის რაღაც მომენტში ესეც არის დამაბრკოლებელი მომენტი. შეიძლება ამბობდეს, რომ არა, მაგრამ ვერ წარმოუდგენია, რომ თქვენ შეიძლება ოდესღაც სხვა ადამიანი გეხებოდოთ. მოდით ესე გეტყვით. დამაბრკოლებელი სიტუაცია. ხო, არ ვიცი რატო აქვს ესეთი განცდა ამ ადამიანს, მაგრამ ძალიან დამაბრკოლებელი სიტუაცია ამ ადამიანისთვის, თუ თქვენ თქვენს ცხოვრებაში თუ ვინმე არსებობდა ამ ადამიანისთვის ესეც დაბრკოლება. შეიძლება ხო გეუბნებით ამბობდეს, რომ არა, ეს არ არის დაბრკოლება, ეს არ არის პრობლემა, რომ თქვათ იყავი დაოჯახებული, ყავდა შენი ოჯახი და თქვათ შვილები და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ამ ადამიანისთვის ეს ძალიან სერიოზული დაბრკოლებაა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს აქვს ეგოისტური მომენტებიც, ხო? ყველა ადამიანი არის ინდივიდი და რაღაცა მისი ისე ვთქვათ ეგოიზმი არის იმაში, რომ ის ერთადერთი უნდა იყოს ვთქვათ პარტნიორის ცხოვრებაში. ის მომენტიც მოდის აქ დამაბრკოლებელი რა აქვს. არ ვიცი, თქვენც ყავთ პარტნიორი, დაოჯახებულები ხართ და მაგიტომ, იმიტომ რომ ნახეთ, აქ კიდევ ესეთი ინფორმაცია, რომ აქ ურთიერთობა, მე მგონი, არა მარტო მისი მხრიდან არის რაღაცა დამაბრკოლებელი სიტუაციები, არამედ თქვენი მხრიდანაც არის დამაბრკოლებელი სიტუაციები, გარდა იმისა, რომ აქ შესაძლებელია, რომ ადამიანი უბრალოდ სქონდეს ის მომენტი, რომ არ რაღაც ვერ წარმოუდგენია, როგორი შეიძლება იყოს, რომ სხვა ვინმე ყოლოდა და აქ შესაძლებელია, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ და ფიქრობს კარად და რეალურად ყავთ კიდევაც თქვენ პარტნიორი, მეუღლე, ხდება ხოლმე მსგავსი მომენტებიც, ან რაღაცა ისეთი სიტუაცია, სადაც აშკარად, ხა რა თქმა უნდა, მისთვისაც ეს დამაბრკოლებელია, ხო, რაღაცა ეჭვიანობის მომენტები არის და ეს ეჭვიანობაც როგორც ასეთი აქ რასაც აჩვენებს, საფუძვლიანია და სულ სასაფუძვლო არის. შეიძლება ნახეთ კიდევ რა მომენტი იყოს. შეიძლება არ ყავთ ოფიციალურად, ხო, თქვათ მეუღლე ხა სწორად გამიგეთ, მაგრამ ნახეთ, თქვათ ხართ ძალიან თავისუფალი ადამიანი, რომელიცაც უყვარს ფლირტაობა, ხო, რაღაცა და ვიღაცას გაეფლირტავეთ, ხო, ადამიანი რატომღაც თვლის, რომ მაგ დროს შეიძლება ღალატობთ რაღაცა მომენტში, ხო, ვიღაცას რომ უბრალოდ გაუღიმეთ, არ ვიცი, რაღაცა იმდენად ბევრ რაღაცასთან აქ ადამიანს დაბრკოლების მომენტები, რომ მე სამიტყოდ, რომ ჯერჯობია დაფიქრდეს საერთოდ ეს ადამიანი თავის ცხოვრებაზე პირველ რიგში, იმიტომ რომ აქ იმდენად განსაკუთრებით ურთიერთობის პრობლემები აქვს. რო გითხრათ ახლა რაღაცა მატერიალურად კი, რაღაცა მომენტში შეიძლება მატერიალური დაბრკოლებაც ქონდეს ადამიანს, რომ რაღაცა ესე ვერ ახერხებდეს ძალიან ჰაერში ფლანგვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთლად ესე ჯიბე გაფხიკილის მომენტი არ მიჩვენებს ნამდვილად, არის რაღაცა შემოსავლები, არის რაღაცა საშუალება იმის, რომ ადამიანურად, ნორმალურად იყოს ადამიანი, მაგრამ აქ რაღაცა ესეთი მომენტი არის დამაბრკოლებელი მომენტი, ძირითადად არის ურთიერთობები. მისი მხრიდან ურთიერთობა, თქვენი მხრიდან ურთიერთობა, ორივეს ყავთ ცალ-ცალკე ურთიერთობა, ეს არის მისთვის ის მომენტიც, რომ თუ არც იმას არ აყავს და არც თქვენ არ აყავთ, მაგრამ ოდესღაც ვიღაცას მოსწონდით და ოდესღაც ამ ადამიანისთვის არ ვიცი, რაღაცა ძალიან ცოტა
ესეთი უცნაური პერსონა არის, როგორც ჩანს. და დამაბკოლებელი მომენტიც არის ეს, რომ აი ოდესღაც შეიძლება თქვენ სკოლაში ვიღაცას მოსწონით და ვიღაცამ ლოყაზე გაკოცეთ. აი არ ვიცი, რაღაცა უცნაური ადამიანი არის ნამდვილად აქ. აი ეს არის დამაბკოლებელი საკითხები, ძირითადად ანუ ალბათ უნდობლობის მომენტი უფრო ესე ვთქვათ, ერთის მხრივ კიდე უნდობლობის მომენტი, როდესაც რაღაცნაირად ну არ ვენდობი ჩემ პარტნიორს, მაგრამ ეს უკვე თქვენ იცით, რატო შეიძლება რომ არ გენდობოდეთ, ხო? ну ყველას ინდივიდუალური მომენტი აქვს. მაგრამ ну აქ არის აშკარად, რომ შეიძლება იცით რა მომენტი იყოს, რომ აი ვთქვათ, თუ თქვენ დაოჯახებული ყავით და წამოსული ხართ ოჯახიდან, შეიძლება ფიქრობდეს, რომ თუ მას არ ყავს მეუღლე და ეს დედის ხარე არის და ეს რაღაც ოჯახური მომენტი არის, შეიძლება ფიქრობდეს, რომ ერთ დღესაც თქვენ მისგანაც რომ წახვიდეთ, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი, აი მისგანაც რომ მასთანაც რომ არ მოინდომოთ მერე რაღაცა ყოფნა, მერე როგორ იქნება, ხო? აი აქ უფრო რაღაც ესეთი დამოკიდებულებასთან მიმართებაში არის დამაბკოლებელი სიტუაციები. მის არ ვიცი, ხა პროვინციალური კუთხით ფიქრებზე დავეყრდნოთ თუ უბრალოდ ადამიანი ეჭვიანია, ვერ გეტყვით ხა ინდივიდუალურად მიხვდებით ვისთვისაც არის ეს ინფორმაცია. მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, როდესაც არ არის დამაბკოლებელი სიტუაციები, როდესაც არ არის მიჩუმათებული ურთიერთობები და რაღაცა 5 კუთხედი, 3 კუთხედზე აღარ არის ლაპარაკი, 4 კუთხედი, 5 კუთხედი და 10 კუთხედი არ არის ძალიან კარგია ხოლმე. და ну უფრო მარტივია მე მგონი ურთიერთობა და მოკლედ გისურვებთ რომ სწორ ადამიანებთან ყოფილიყავით, ხო? რაღაცა ეჭვების და რაღაცა სცენების გარეშე რომ გქონდეთ ესეთი სასიამოვნო ურთიერთობები. ბედნიერება თითოეულ თქვენთან დღესდღეობით.